თითქმის 15 წლის განმავლობაში ხვარამზეზე ფიქრებით ცხოვრობდა. პერიოდულად წერდა ლექსებს, დროდადრო აქვეყნებდა და საბოლოოდ ეს ყველაფერი ერთ წიგნად შეკრა. ასე გამოიცა მარიამ ხუცურაულის ახალი კრებული სახელწოდებით „ან შენი ნანდაური მქნა“, რომელიც როგორც თავად უწოდებს, სამუკად ხვარამზეს მიუძღვნა. მარიამ ხუცურაულის ახალი წიგნის წარდგინება მწერალთა სახლში გაიმართა. საღამოზე ავტორმა მუშაობის პროცესი გაიხსენა და კრებულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებას მწერლები, პოეტები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აი რაღაცა ვალმოხდილივით, თითქოს მოსტუმრებული ვალით მოვედი ხალვათი გულით დღეს და მოუტანე ამდენ მკითხველს ეს წიგნი, რომელიც 15 წლის განმავლობაში იწერებოდა, სხვადასხვა ტემპით იწერებოდა, ხან წელიწადში 2 ლექსი, ხან კვირაში 3 ლექსი, არ ვიცი, როგორც მეწერებოდა, ისე იწერებოდა და ფაქტია, რომ დაახლოებით 17-18 წლის წინ ჩარგალში ყოფნისას თითქოს სადღაც შორს დავინახე მთაზე მიმავალი ვიღაცა ესეთი მსხვილი ნაწნავიანი ქალი და გავაიგივე ხვარამზესთან. ცოტა ხნის მერე დავაფუძნეთ ხვარამზეობა, ასეთი ზეიმი არტანში. მეორე წელს უკვე ხვარამზეობას მივამატეთ პოეტ ქალთა ერთი ლექსის კონკურსი ხვარამზეს პრემიის მოსაპოვებლად და აი თითქმის ყველა წელიწადს პატარა ჩავარდნა გვქონდა პანდემიის წლებში და თითქმის ყველა წელიწადს იმართება ეს ასეთი კონკურსი. ეს არის არაჩვეულებრივი ავტორის მარიამ ხუცურაულის ახალი წიგნი. ეს არ არის მარტო მარიამის სიხარული. ეს არის მისი ოცნების ასრულება და ეს არის ჩვენი სიხარული, იმიტომ რომ მარიამ ხუცურაული წლებია ემსახურება ხვარამზეს სახელს, ემსახურება მის შემოქმედებას და ხვარამზე ვინ იყო იცის ყველამ, ვისაც პოეზია უყვარს, იმიტომ რომ ეს არის ქალი, რომელმაც წერა-კითხვაც კი არ იცოდა, მაგრამ პოეზიას ის ზალა აქვს, რომელსაც შეუძლია რომ საუკუნეებს შემორჩეს. აი ესეთ ქალის სახელს და შემოქმედებას ემსახურება მარიამი უკვე წლებია. და ეს არის წიგნი, რომელიც სიხარულს მოუტანს არა მარტო ავტორს, არამედ ყველა მკითხველს. კრებული, რომელიც ფშაվել პოეტ ქალს ხვარამზეს ეძღვნება, გამომცემლობა საარის რედაქტორობით გამოიცა. წიგნში თავმოყრილია როგორც ლექსები, ისე პროზაული ტექსტები, რომლებიც ავტორის მრავალწლიანი ფიქრისა და შემოქმედებითი მუშაობის შედეგია. გამორჩეული წიგნი არის თავისი შინაარსით. წიგნი ქალზე, რომელმაც ჩვენი ქართული ფოლკლორის, ქართული კულტურის და ქართული პოეზიის მარგალიტები შეგვიქმნა და რომლის შესახებაც თან ვიცით, რომ არსებობდა, თან არც არაფერი ვიცით სიმართლე რო ვთქვა. თუმცა მის შემოქმედებაზე კვლევები ვახტანგ ყოტეტიშვილიდან დაწყებული და ვის არ ქონია, მაგრამ მარიამის წიგნი განსაკუთრებულია იმით, რომ ეს არის თვითონ პოეტ მარიამ ხუცურაულის მიერ დანახული, აი სადღაც მიღმიერში დანახული ცხოვრება ამ ქალის, მისი არსებობა, მისი ვნებები, ფიქრები, მისი წუხილი თუ სიხარული ამ წიგნში თან თხრობაა ხვარამზეზე და თან არის ლექსები მიძღვნილი აი სხვადასხვა პოზიციიდან. თავად ავტორი მარიამ ხუცურაული კრებულს წიგნ საჩუქარს უწოდებს. მისი თქმით, ახალი გამოცემით მკითხველი ფშაველი პოეტი ქალის სამყაროს სულ სხვა თვალით დაინახავს.